გამარჯვება, ლიდერობა, პირველობა ყველა გზებით. დღეს Prime House-ში ნახავთ. ეს არის გამწარებული ომი მონაწილეებს შორის. იქიდან მესროლონ ზოგადად ნივთები. ზუსტად აქ არ უნდა დანებდეს. 5 minutes later. შოუს გარეთ რაც ხდება, ეგ შოუს გარეთ არის. ნახეთ. ვე არავინ არ გადამიღოს, გადაგიყუროს და გადაგტიხავთ და დედებს. ყურბელი რომ ამ ვიდეოს ნახავს, სხვა რაღაცას იფიქრეს? დები როგორი აჭრილი ხარ? ამასთან შვიდად როგორ ვიყო? ბიჭო, შენი დედა შენზე არ არის. ქალი ესე, კაცი ესე. თქვენს ქვეყანაში არის გენდერული თანასწორობა. ჩემ ფსიქოლოგიური ტესტით ყველა მოვიტანე, ვარ მიდოდა ყველა მოვიტანე. ჩვენ ეს თქვი და მორჩა და მიეცი აღიარებითი ჩვენება. სვეტო ბაზარია ჩემი აზრით. მე და კეთის გარეთ ქონდა უკვე Instagram ურთიერთობა და ჩვენ ესე ვეყავით. ვისი გასროლილი დაეჯახება კაცი შვილმა არ იცი. ჩვენ შეყვარებული არის ძალიან შეძლებული ახალგაზრდა. ველოდები ავთო როდის მეტყვის რომ გადავიდე მასთან ოთახში. გააქვს სურვილი მაგის? ავთოს ნებდება? ოცნაო? დილა მშვიდობისა. დღეს გავიღვიძეთ მე და თეო მირთა და რაღაც კარგი დღეა, ცოტა ნიავია, იმიტომ რომ წინა დღეებში ძალიან ცხელოდა და ვიღებს ვთხოვდით. საბზარეულოს ვალაგებ. ხვალ გვაქვს დასახელების დღეს. საკმაოდ რთული საღამო გველოდება, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაც ძალიან უთანხმოებები და დაძაბულობები მოიხსნა. და ყველა ფიქრობს ჩემი აზრით ვის დაუწერს მოწონებას და არ მოწონებას. აი კეთი გამოცდილია უკვე მაგ საკითხში. არც ეს სასიამოვნო სკამია. იმედი ამ კვირაში იზემ მანდ არ მოხვდები და არც მომავალ კვირაში და აი ეს ორი თვე თუ არ მოხვდებით, ხლად გამიხარდება. ძალიან ცუდი სკამი იყო. სიკვდილის სკამზე ვიჩექი და თან ყველა შენი რო გამოაქვთ რა, რაღაც ეს ვარიანტია. ძალიან ძნელია. ეს კარგი იმედია მეცავწდები ჯერჯერობით მაინც. დაიგათენდა მორიგი დღე Prime House-ში, როგორც ყოველთვის ორი მზიანათებს და ყველანი ბედნიერები ვართ, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა რაღაცები იცვლება, ხო ვიძახი რომ ყოველდღიურად ერთი და იგივე დილა არის, მაგრამ ხელი მაქვს ნათქენი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეღარც ვრეცხავ, ვეღარც სახლს ვარ ვალაგებ, ვერაფერს გავს ვერ შვები და სამწუხაროა, იმიტომ რომ ვერ ვეხმარები მონაწილეებს და მაგრამ ჩემი ხმა ხო აქ არის, რაც იმას ნიშნავს, ტრადიცია გრძელდება და Ani! O, ჩემო პრინცესა. დაშვები? მოდი. გელოდები. გადავწყვიტე და გავბედე, რომ ანის გარდერობში შევსულიყავი, ანი წიმი მიწოდა გარბოდა, ტირილით სრემლით, რომ მის სამოში შემეტანა ცოტათი რაღაცა ცვლილებები და რაც არ მომწონდა ყველაზე მეტად, ჯაჭვის პერანგი რომელიც ჰქონდა, ვითომ ჯაჭვის პერანგი, მივეცი დანიშნულება, რომ მასში ჩაიყარა კარტოფილით, ხახვით, ნიორით. სამზარეულოში კიდია ეს უკვე ტომარა, სამი რაღაც ნაწილისგან შემდგარი ტომარა და ანი რო ჩაული ხომე როგორ ხარ?
ესე მგონია რომ თავს ვგრძნობ ჩემ ოთახში. აი როგორი ბედნიერი არის, ვერც მეწინააღმდეგება. ძალიან მშვენიერი დილა გამიწენ და როგორ არ უნდა მქონდეს ესეთი კარგი დილა. საერთოდ ესე მგონია გიორგი თუ კაი ხასიათზე, ესე კაი ხასიათზე. მე ხო სულ კარგი ხასიათზე. ხო. თითქმის ყოველთვის კარგი ხასიათზე. როცა არ აბრაზებენ კაი ხასიათზე, რა თქმა უნდა. ხო და ეხლა მიდი აჩვენე მაყურებელს თუ შენ ზედაც რა დაემართა და რა იქცა საერთოდ. კარგი, წამობრანდით განახოთ გიორგის შედევრი. ესე იგი ჩვენ გვაქვს დიასახლისებისთვის სამფუნქციანი ტომარა. ერთში რომელშიც ჩადის კარტოფილი, მეორეში რომელშიც ჩადის ხახვი და მესამეში რომელშიც ჩადის ნიორი და პლუს ამას გახსნა არ ჭირდება. აი ესე ჩვეულებრივ შეგვიძლია მივიდეთ, ავიღოთ, ვიხმაროთ. ყველაზე მთავარი რაც არის დიასახლისები ყველა გამიგებენ, ეს რისთვის არის ყველაზე კარგი დანიშნულება, ჰაერი მოძრაობს, რაც არ იწვევს არც ხახვის, არც ნივრის და არც კარტოფილის, მალე გაფუჭება. თან რეკლამას რო უკეთებ. თუ დაინტერესდებით, სად შეიძლება მსგავსი ჯაჭვის პერანგის ყიდა, ანას მიწერეთ პირად შეტყობინებაში, ის გეტყვით აუცილებლად სად იყიდება მსგავსი სამოსი. შეყოფა. ვინ დაიჯერებს, რომ ეს იყოს სამოსი? ვინ დაიჯერებს? მე არ ვაპირებ გიორგის დასაცმელებს რამე გავუკეთო, იმიტომ რომ გიორგის დასაცმელები ძალიან მომწონს მართლა. მე მგონია რომ გიორგისაცვია შეუდარებლად. თუ გიორგის უნდა და ესე რომ ესე ყოფილიყო, მე მგონი ღირდა ამათ რა, მე იმდენი ვიცინე, რომ ეს ყველაფერი ამათ ღირდა. ამის დედაც არ ვატირე. წავედი ხა მე და გიორგი შევერთდები აუგუსტთან. ნეტა ცოტა ხანი კიდე არ გაიგუძვნე, შემოგვიტანე ტელეფონს ხო? კი, ეს ნახევარი საათი. სიმღერებს მოусმე, ჩავ სიმღერებს მოусმე. თალე დღე გაყვება ეგ სიმღერები. ვაპა. მოიცა მოგიტან. იცი დინამიკიც ხონდა წამო. They might kiss. Yes, we will. What? Yes, we will. Two best friends in a room. They might kiss. Yes, we will. What? Yes, we will. ყველადად ამიტომ ღერი ალალ მე ალალ შენ ალალ ბედად დავალ სადაც შენ იქაც მე ერთად ზავალ. მე ხო ესე მასახელებდნენ, რომ გიორგის მასახელებთ იმიტომ, რომ არის ცუდი ადამიანი, ბოროტი, ის და მეც ეხა მეც მიზეზი მაქვს, ვინც არ იჯდა სკამზე ქალბატონებიდან, ამ თვლი რომ სავალდებულოა დაჯდეს, ეხა ვერ გავიგე. არა, ეგრეა, იმიტომ რომ არა, ვინც არ იჯდა, ის უნდა დაჯდეს, უნდა შეიგრძნოს, როგორი ხიბლია სკამზე ჯდომა, ნერვიულობა და გვერდიდან ენა რო აქვს ზურგზე გადაგდებული და ვითომთ რაღაცას და ეხა იქიდან დადგენ, იქიდან მესროლონ ზოგადად ნივთები. აი ჭიქა ეხა შენელთ გარეცხილია. გავიღვიძე, დინლით არ მიყვარს გაღვიძება. აი არ ვიცი რატომღაც გამიღვიძა, ან რა ვიცი, რატო გამიღვიძა, არ ვიცი. ხო და რა ვიცი, ვერაფერს ვერ ხვდები საერთოდ რა ხდება. ნახევრად ისე მძინა. აი მეგობრებო, ნახეთ როგორი მაგარი მონაწილეები ყავს ეს. მე კი ეხა გავიღვიძე, მაგრამ ამათმა 2-3 საათით ადრე გაიღვიძეს. უკვე დატიტულდნენ, აუში არიან, ჭუმპალაობენ, აგერ ნაკოლა უკვე მზად არის რომ ნებისმიერი საქმე აიღოს და გაარჩიოს. არ არის არანაირი პრობლემა. ვაიროე! აი, ვირო მადალეო რა. მე რო შენები ჩამოვა ხოლმე, რატო ჩემები არ ჩამოიტანე? ჩემ ბევრი ერთი ორჯერ რო გავიწყე period. ნუ როიალი ძალიან აჭრელია არის. აგერ ლიზი როგორც ყოველთვის ლიზის დილა არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. არა, განსხვავდება მაყურებელს დღეს ჩვენ ვასწავლით ლიზის ტოსტების გაკეთებას. მოკლედ ჩამოვედი, ძალიან კარგი ხასიათზე ვართ ყველა. ლიზი, მე რომ მიყვარს ეგ ავოკადოს ტოსტებია? ხო, შენ რო ძალიან გიყვარს და შენ რო ყოველთვის სამაზე ლაპარაკო. სუბაგაზე კაის მეტი რო არაფერი არ მიყვარს ეგ ავოკადოს ტოსტებია?
ესაა მეგობრებო აი, ის ავოკადოს ტოსტები, რომელსაც ერთადერთხელ უთხარი, სუყა ის ვიძახდი და ერთადერთხელ უთხარი ლიზის, რომ მეთქი ბანძა ავოკადოს ტოსტებს აკეთებ მეთქი და კი, მაქედან მაგის მეტი არაფრის გაკეთება არ იცი ასე. მაქედან დაიწყო ყველაფერი ცუდი მე ჩემს და ლიზის შორის. ავთოს და ლიზის რო უყურებ სამზეულში ერთად რო ფუსფუსებენ სრემლი მადგება. აი პატრიკი უკვე ტირის ნახე რამდენი ხაღალდი აიღო სრემლის მოსაწმენად. სულ მალე გვაქვს Prime House party. დავიწყეთ გუშინ დაგეგმა. ძალიან მოტივირებული ვარ, იმიტომ რომ party დიდი ხანი არ მქონია, თუმცა დასახელება party-ს წინ, ამიტომ თუ დავკალით ერთმანეთი, შემდეგ party-ზე შევრიგდებით, მე მჯერა ამის. ის ლოკივის მიტყენდა კოლი მომეცით. ყენა თუ გაგულში ამოთქვი. მე? რა? როილს? არანაირ წენა არ მაქვს. არა, წენა არც მე არ მაქვს, კაცო. ვისაც ზედმეტად თუ თამაში, იმას უნდა მივცე. გამარჯობა, მე ვარ სალომე გოგიაშვილი, ტელეჟურნალისტი. მოვედი დღეს Prime House-ში, რომ გავეცნო ბავშვებს, დაველაპარაკო, მეც მაინტერესებს რაღაცეები და მათაც თუ ეკნებათ კითხვა, დიდი სიამოვნებით ვპასუხებ. წავედით. გამარჯობა. გამარჯობა. კაკოცა. როგორ ახათ მომიყევით? ჩვენიურად დავუაგდით თითქოს რაღაც კონფლიქტებიც აღარ გვაქვს, სიმშვიდე და პოზიტივი არის ჩვენ მე სახში. ეს კვირა იყო ყველაზე კონფლიქტური, ხო? და მე მხვა მე. ძიმე კვირა იყო ძალიან, იმიტომ რომ ჩანდა ისე რომ უფრო კონფლიქტებში ვიყავი აქტიური მე. და ისე მოხდა რომ ამ კონფლიქტებს დიდად გამოვეთიშე და ყველა ჩაერთო კონფლიქტში. დახოცეს ერთმანეთი, ხო? ძალიან ცივილკივილები იყო. კი, მაგრამ თავარია რომ დავამთავროთ კონფლიქტები მოგჩით. წესით. ისე რისი ბრალით, მოკლედ მე თქვენ მოგიმზადეთ აპრობირებული ტესტი. ვისაც ჰქონდათ კონფლიქტი, ვიცი რომ გიორგი შენ ჰქონდა ჩემო საყვარელო კონფლიქტი, როგორც ები და შენ, ხო? მოვიდა კიდევ ერთხელ სტუმარი ჩვენს უმშვიდეს სახლში. პირისპირ უნდა დაჯდეთ, ზუსტად 1 წუთი უნდა უყუროთ თვალებში ერთმანეთს. მე მაინტერესებს ემოცია, წავიდა წუთი. ლიზი ფიქრობს ახალი ავოკადოს რეცეპტს. დავთო ფიქრობს ვინ აჩუქა თაიგული თეოს. უსასრულობას ხედავ ჩემ თვალებში და რა მოხდა. ავთოს ვინც მოსწონს გოგო თეო, გუშინ აჩუქეს ვიღაცა ფარულმა თაყვანისმო თაიგული აჩუქა ავთოს. შემოვიდა. ვერ ხედავ მართლა უსასრულობა? ჩვენ გოგონა ავტომ აჩუქა და თუნდაც სხვა ყოფილა. იყო საქმის გარჩევა. აია, მე ცოტა ეჭვიანობა უხდება ურთიერთობებს. შენი აზრით ვინ აჩუქა? არ მაინტერესებს. ვითო? ეს უკვე საწამლავი ჩაასხა ავტომი ყვავილი. გუშინ მოუწამლა ის ვარ. მალე რო მალე დაჭკნეს. გავიდა 1 წუთი. არანაირი შეგრძნება, ან რაღაცა სხვანაირად არ დაინახე, არ მოგინდა რომ აღარ აწყენინო არაფერი? არა, წენნებალი საერთოდ არ მგონებია. და რავი, ხა 1 წუთი რო უყურე თვალებში ჯერჯერობით არაფერი არ ვიგზენი. განსაკუთრებული არაფერი. ეს არის ფსიქოლოგიური ტესტია და ეს ხა ცოტა უფრო იმოქმედება. ავტო და პატაო. კონფლიქტი? რა კონფლიქტი? არა, ვესტუმრე, სიყვარული, ბედნიერება, მეგობრობა, გაგება. სიმშვიდე. მე ხალხო ანუ არ ვეკონფლიქტები ამ ადამიანს, იძახოს და იგინოს და რაც უნდა და. მე არც არაფერს არ ვაპირებარს გინებას არ ვაპირებარს. იგინე უკვე ავთ ლაივში. მე და როილს გვაგინე. არ მიგინებია მე. ვიდეო ჩავთოთ. თუ შენ ეს ძალიან გინდა ჩართე. შოუს გარეთ რაც ხდება, ეგ შოუს გარეთ არის. აზრი არა. შენ შოუს გარეთ რაც მოხდა, აქ ვერაფერს ვერ მოთხოვთ. ეგ იცოდეთ პროსტა. და შენ იძახე კონფლიქტი საერთოდ არ ყოფილაო. ჩემთვის. მე არ აღმიქვია შენი სიტყვები, არც გულმდგელი, არც მიფიქრი არ. ავჩერდით, ეხლა მე მოვედი აქ პირიქით რომ მოვაგვარო კონფლიქტები. 5 minutes later. აბა ჩემ ფსიქოლოგიური ტესტით ყველა მოვიტანე, ვარ მიდოდა. ყველა მოვიტანე, მართლა? თვალებში ჩავხედო პატას. რას მეუნე? მე ვუყურებ და ვერ მისწორებს თავს, იმიტომ რომ ცხენია. არა, ის რას ნიშნავს მცხენია? აბა რატო არ ჩახედოთ? იმიტომ რომ არ არის მართალი. რაში არ ვარ მართალი? მაშინ შემოვხედეთ თვალებში. ძალიან კარგი ექსპერიმენტი იყო. აი, დაგვილაგა ცხოვრება. ერთმანეთი გავგეს, ვისაც ჩხუბები კონდათ. ერთმანეთი ჩახედეს თვალებში, სულში, გულში. დაინახეს სიბნელი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. ჩაიხუტნენ. ძლივს ვაშორეთ ერთმანეთს. აი, ვაფშე არ ვაპირებ 1 წუთი შენ სახეს უყუროთ ძალიან. არ არსებული ამბავია? არ მინდა.
არა, მე ვერ არ შევხედავ თვალებში. მე ვერა. რამზერა მაგ ხედავ ეგეთი რომ ვერ უძლანე. ბავშვები. ისეთი მზერა მაქვს, ისეთი რაღაცნაირი ჩამთრევი. ვიწყებთ? აბა. მე ამავიკითხავ ახლა გიორგის აზრებს. მიდი გვაინტერესებს. სამი ბანანი შეჭამე და ორი ქერქი რატომ ესროლე, სად წავიდა ის ერთი. მიშველეთ ხალხო, მე ვარ მსხვერპლი. ყველა უნდა ჩამოვიშორო. მე ამ გამარჯვებისთვის ყველაფერს ვიზავ, ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს ვიკადრებ. დაქსოვ სალომე იმ სკამზე, ვნახოთ ერთი როგორია იმჯდომა. ამ ექსპერიმენტს საკმაოდ კარგი შედეგი უნდა გამოეღო, მაგრამ უფრო მეტი კონფლიქტი წამოჭრა, ასე ვფიქრობ. სალომე ვერ წაიკითხავდა ჩემ აზრებს, იქიდან გამომდინარე, რომ სალომეს არ უყურებდი, უყურებდი სალომეს უკან კედელს. სინამდვილეში კი არ გამოვიცანი, უბრალოდ ენას ვერ აჩერებს და ეს ყველაფერი მე წინასწარ უკვე ვიცოდი. ყველას ისე მოვექცევი, როგორც მე მეკცევიანი. გავიდა ერთი წუთი. გავიდა? მადლობა. ძალიან კარგი ცდილობა კი იყო სტომარისგან, ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ Prime House-ში გჭირდება მძიმე артиლერია. წავიდა ერთი წუთი. კეთი და გიორგი ისე უყურებდნენ ერთმანეთს. ეხლა შეიძლება ეს ისტორია ბევრად საინტერესო იყოს, ვიდრე გგონია. სიყვარულის ფლუიდები დაცურავენ თვალებს შორის. მეჯახებიან ეს ფლუიდები, რა ვიღაც გამოუშვებს დამეტაკება. ეს თითქოს რაც ელვამ შეიერა. სიძულვიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია. ნამდვილად შეიძლება მე და კეთი ბოლოს აქედან როგორც წყვილი ისე გავიდეთ. დედა ჩემი წარმომიდგენია როგორი ბედნიერია ამას რომ მოისმა. მე მაინც ვფიქრობ, რომ კეთის გულის სიღრმეში უყვარვარ, უბრალოდ კეთი ამას გამოხატავს სხვადასხვა აგრესიით ჩემი მიმართულებით. მე ესეთი კაცები არ მომწონს. შეურაცხყოფას არ ვაყენებ, რა თქმა უნდა, ანუ ძალიან სიმპათიურია და მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ ამ ჩემ ტიპაში არ ჭდება. მე ერთ საიდუმლოს გავაჟღერ ახლა. პროექტი, როდესაც იწყებოდა, მე და კეთის გარეთ ჰქონდა უკვე Instagram ურთიერთობა. ამის მიმოწერაც არსებობს Instagram-ში. ჩვენ ესე ვიყავით. მეგონა რომ კეთი იქნებოდა ის გოგო, რომელთანაც მექნებოდა ესეთი ქალვაჟური ურთიერთობა. გავიდა ერთი წუთი. მე დავიწყო, მინდა რომ მანაც თქვას, მაგრამ მე დავიწყებ. ერთადერთი გიორგისგან რაც მინდა არის ის, რომ ვიგრძნო, რომ თვლის, რომ დამნაშავეა რაღაც ასპექტში. ჩემთვის მას ბოდიში არასდროს არ მოუხდია, ამით დავამთავრებდი და არც ერთი მონაწილესთვის ისიც უნდა მოეხადა ჩემი აზრით. კეთი, თუ როდისმე რაიმე გაწყენინა ერთი თვისა და ერთი კვირის განმავლობაში ბოდიში გიხდი როგორ ადამიანი, როგორ მამა და როგორ უბრალოდ ამ სახში თანა ცხოვრები მეზობელი. ვისი გასროლილი დაეჯახება კაცი შვილმა არ იცი. ადამიანისგან საქციელებით თუ არ დავინახე რომ რაღაცას ნანობს, მე არ მჯერა იმ ადამიანის ბოდიში. კეთი, მიყვარს. მე ისტორიაში ჩავეწერები, რომ შემოვედი და ბოდიში მოიხატა გიორგი. ცოტა დაიცალეთ, იმედია რომ ეს ფსიქოლოგიური ტესტი, მეტნაკლებად მაინც იმუშავებს. მინდა გისურვოთ წარმატება ყველას აბსოლუტურად. კოცნით ბევრს. მადლობა. ნახვამდის. კიდე ანუ ხო შუმად ვიყავი, კიდე წამოჭრა ვაჟბატონმა თემა და გაჩერდი რა გინდა რა სიჩალიჩებ შენ თავს უჩალიჩებ. პატრიკმა დაიწყო, მე ხო პატრიკზე ხმა რა მომიღია. პატრიკი დამიჯდა და იცი რა არის ავთო დედას რომ მე რაღაცე რა გაჩუმდი რა წავა სტუმარია თუ რამის ტრაკი გაქვს რომ მითხრა მოდი და მითხარი და რას იმას მიშვები იქ სტუმართან და იმათთან. ჩალიჩობენ რომ ეს მაქეთ წაიყვანო თემა რომ მესამე გაფრთხილება მიმაღებინო. მე რა მაინტერესებს? ეხლა ამ კვირის მერე ვის უნდა რომ ბოსი იყოს? ვისაც მოუგროვდება ბევრი ლაიქი, აი ეს წინასწარ შეთანხმებები თხოვნების გარეშე. არა, ხო უნდა კონდეს ადამიანს სურვილი, ეხლა თუ დაუწერეთ ლაიქები და აუგროვდა და არ უნდა ბოსო. არ არის ეგრე რა, ვისაც ექნება ყველაზე მეტი ლაიქი, ის გახდება ბოსი. ოკეი.
მე არ მინდა ბოსობას. ხალხი თუ მოგიგროვდება ბევრი ლაიქი? არა, ეგ სხვა რაღაცა, მაგრამ ისე მე არ მინდა. მე ერთი დისლაიკი ყველა ვარიანტში მექნება, ყველა ვარიანტში და მე ბოსობაზე გამიფურტება მაინც. თროლოდ გაიშ. შეთაშორის შეიძლება ხვალინდელ დასახელებაში ერთი დისლაიკიც არ მივიღო. მე ბოსად არ დამაყენოთ, იმიტომ რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჰაერში აქცევთ. ხო არა, ანა მე თვითონ არ. მოდი ანა ბოსი. არა, უი მე. და რეალურად დილით წყალი დაგასხას, თავზე რო არ გაიღვიძე. და ზუსტად იცოდი რომ უარესიც იქნება. უარესიც იქნება, ხო შეიძლება გველი დაგაგდოს. შეიძლება რა ვიცი. ანას მისცემენ ყველაფრის უფლებას. ხო და ანუ დაუკიდე სახცებს დაგანახე შოუ. არც ერთ ვარიანტში ხალხო გარიფიქროთ. ძალიან მიყვარს და ძალიან ხო იცით, მაგრამ ბოსად ანა გვიყვარ ხარ პატივს გცემთ, მაგრამ არა. ეს დაგვაყენებს იქ გვეტყვის იდექით 1 საათი ბზეში. ეგრე მინდა. აი ეგრე ამიდგა. აბა თქვენი აზრით ანა არ თქვა შენ. თქვენი აზრით ანა რამდენი ხანია რაც სტრიპტის ცეკვავს? მე ვიცი. აბა არ თქვა თუ იცი. გიждებ დაადგავსო? რავი, 5 წელი. ნაკლები. ბევრად? 2 თვე. 3. 3. აი. და როგორ ცეკვავს? ხო და მაგას გეუბნება. გემოთხოვდი. მეც ეგრე მეგონა რა ერთი კაი სტაჟიანი ერთ 10 წელია. იმის მაგალითად აღიარე რომ არ ხარ სწორი. რატო ცდილობ რომ რაღაცა ფარსი იმეებით რა ქვია გადამიფარო ჩემი სიმართლე და შენი ტყუილი. ლაიყო. ისე რომ მოკლა. შენ მოკლავს რა? პატარა ხარ. თოჯინა ხარ, რასაც მინდა იმას გიზავა. გიგე. გაგდე. გადაგაგდე. მეშველეთ არ აი მიდან გადაგაგდო? გასწავლა რაღაცა? არ დამაგდო. შეხედე. თავარი რა არის? თავარი არის რა იცი? თავარი არის მოულოდნელობა. თავარი მოულოდნელობა არის. როცა არ ელოდები და მაშინ მოდის ეგ ამ თავარი. ალა. მე ვერ დაგძრავ. როგორ ქენი ესე ხო? მეცა? სალომე გვეჭუბება. დღეს სტუმარმა სცადა კონფლიქტის მოგვარება ჩემს და ავთოს შორის. აბა ჩემ ფსიქოლოგიური ტესტით ყველა მოვიტანე, არ მიდოდა. ყველა მოიტანე, მე მართლა? თვალებს ჩავხედე ყველას. რას მეუნე? მე ვუყურებ და ვერ მისწორებს თვალს, იმიტომ რომ ცხენია. არა, არა. ის რომ გზას ნიშნავს უცხო. აბა რატო არ ჩახედავთ? იმიტომ რომ არ არის მართალი. რაში არ ვარ მართალი? მაშინ შემოვხედე თვალებში. და ავთო ვერ წხვდება საერთოდ რა დააშავა, ან რა ჩაიდინა. და არც მე არ დავიწყებ რამის მტკიცებას. მე გაჩვენებთ თქვენ ვიდეოს, რომელიც თქვენვე გამომიგზავნით, მეგობრებო. მაყურებლებს მოგმართავთ ეს ვიდეო, თქვენ თვითონვე ჩამიგდეთ. თქვენ თვითონვე გამოიტანეთ დასკვნა. ნახეთ. ვე არავინ არ გადამიღროს, გადაგიღროს და გადაგტეხავთ და დედებს ანავთ ყველას, ვინც არასწორად და ჭულად წამოვა ჩემს მიმართ. ეგ იცოდეს ყველამ. ფეხებზე დავიკიდებ შოუს, რა შოუს, ცხოვრება არის და მე კაცი ვარ ამ ცხოვრებაში და სიტყვა უნდა მეთქმოდეს მაგ შოუდან რომ გამოვა. სულ ფეხებზე ანყიდია ეგ შოუ. მე მაგ შოუში ზუსტად იმიტომ ვარ მოსული რომ ადამიანებს დავანახო რა აზროვნება მაგ და მე ყველას ესე და ესე უზავ, ვინც ჩემ წინააღმდეგო და არასწორად წამოვა. მე არც ერთი მონაწილის ოჯახის წევრებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და იმასაც დავამატებ, რომ არც ერთი მონაწილისთვის ესეთი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. კიდევ ერთხელ. და ხალეო, ვე არავინ არ გადამიღროს, გადაგიღროს და გადაგტეხავთ და დედებს მოგიტ ყველას. მეტყობა ვიღაცები აღარ დავაკონკრეტებ, არასწორად და პროჭულად მოქმედებენ და მაგიტომ მიიღეს თავიანთ თავზე, თუ ვინმე მიიღო, რა თქმა უნდა. ერთმანეთს რო ანახებენო, ტელეფონებს შენი შემომიტანე, შენის თქვი და შენეს გააკეთე და ამან იმას ის რა უთხრაო. რა იყო ბიჭო ცოტა აზზე მოდი თქვენი კაცური სიტყვები ხო გაქვთ შენ ეს თქვი და მორჩა და მიეცი აღიარებითი ჩვენება მორჩა ბაზარი ავთო თუ გამოდის და ამბობს რომ მე თქვენი სახელი და გვარები არ მithქვამსო ეხლა მეტი სახელი და გვარის თქმა რა თქმა უნდა ვინც მე მითხრა ესე
ანუ აი არც მინდა რომ გავიმეორე. პატრიკმა არ ვიცი რატომ მიიღო ეს ყველაფერი თავის თავზე, იმიტომ რომ არსად არ ჟღერს რომ მე ან მის სახელს ვახსენებდე იმ მომენტში, რაც პატრიკმა თქვა რომ მაქვს ვიდეო. აი თითქოს არავის არ ეუბნება ვინ რას ფიქრობს. მაგრამ იძახიან ცოტა აი აბსტრაქტულად. გაირკვა თემა. რა. პატრიკი რო იძახდა დედა შემაგინაო. ვაფშე არაფერი არა იმ ვიდეოში ეგეთი. როგორც წინაზე მოიტყუა რაღაცები, ისე მოიტყუა ეხაც. აბა პატრიკზე მაშინ რას იძახდი იგივეს? რას ვიძახდი იგივეს? ვიდრე შეროწყობა მოგაყენა. ჰა? ვიდრე შეროწყობა მოგაყენა. მე როცა შევიგინე, ეგრევე შეგინების ბოლოშივე მივეცი მიმართულება ვის ვაგინებ. ნახე, მე რომ მდომოდა პატრიკისთვის შეგინება, ვიტყოდი ვინც ესე გადაუღუნოს თქვა მეთქი, მაგრამ ნახე მე რას ვიძახიდი, ყველას დედას და ყველას ისე მოვექცევი, ვინც, ანუ ეგრევე ვამატებ ვის ვაგინებ. ყველას დედას დაღაიზელინობას რომ მე ბრალები რომ შეროწყობაში მოგაყენა. ნახე, ყველას დედას ვინც, ნახე ეგრევე ვიძახი ვის ვაგინებ. ყველას მე რომ მაბრალებდი რომ ვიდრე შეროწყობა მოგაყენე. კი არ გაბრალები, შენ რას იძახი, იცი? მაგას იძახდი შენ. ნახო, მაგას ვიძახი, შეურაც, რას იძახდი, იცი? აქო ზოგი ერთებიო, ვაზელინობენ და ყველამ ვიცის ვინც. სიტყვაში მახსოვს ჩემი სიტყვა. მე რა ხო მაყურებელი თვითონ კარგად ხედავს და თვითონ ნახავს და გადაწყვეტს ვის აქვს აი, ის არ ვუყუროთ მე და შენ ერთად მას ვუყუროთ მაგ ვიდეოს, ბრატ. და ვინ როგორც მასწავლის TikTok-ზე. მაგ ვიდეოს, ახლა აღარ გამეხილოთ. მიისვენებენ ადამიანები, ერთი წიგს კითხულობს, მეორე რუჯები, რატო აწუხებ, ხო? შენ მეშვი პატრიკ, მიხედე შენ თავს და შენ ცხოვრებას კაცი. არ მოგბეზდათ ეხა მართლა ყველას. აბა გაუზრდელო რას ნიშნავდა? უზრდელი ნიშნავს შენი შენი საქციელების ის არის პასუხი არის გაუზრდელი. ანუ დედა ჩემო ვერ გამზარდა, ხო? უზრდელი არ არის და გაუზრდელი შეურაცხყოფა არის? დედა შენზე არ არის, რატო კიდე ოჯახის წევრებზე უზრდელი და გაუზრდელი აზრი არის ერთი. რომ ვერ გამზარდეს ოჯახში ისე როგორც ნახე, ოჯახის კი რატო მიყავს მაოს, აკო შენ ვერ გაიზარდე იქნება. ოჯახი არაფერ შუაში არ არის მან, გაიგე? და შენ მაგ პროვოკაციული გამოსვლებით რო ცდილობ რომ რაღაცას და ოჯახთან დამიკავშირო. როგორი აჭრილი ხარ? მე რატო ვარ ძმაო აჭრილი ხარ შენ? იმიტომ რომ ვერც ერთი ფაქტი ვერ დამიდე, სადაც მე შენ შეურაცხყოფას გატენდა. ყველანაირი თუნდაც დღეს სტუმართან მეძახი გაუზრდელო. ვინ ჩემი შენი საქციელებიდან გამომდინარე გეუნები. გიორგისაც ეუბნება, მოდი შენ კაცი, შენ ნახი, შენი აზრი მაინტერესებს. ცოტა ვერ ხვდები, მე და ავტენტილი ძალიან სხვანაირები ვართ. მე ვერ ხვდავ ეს კაცი, კალი ყოველთვის ესე აქვს. კაცი. კარგი რა. შეხედე, გიორგი, მინდა პროსტა რომ ანუ შენი მხრიდან ანუ ხოლმე ხარ რა, კაცი შენ ხარ ერთი კიდე აქვს ჩვენ გარდა და პროსტა აი როგორც კაცი მოისმენდა და გამოიტანდა, აი მე და პატრიკი არ ვართ, ჩათვალე ზოგადად თემა არის. პროსტა მაინტერესებს. მე არავინ არ გადამიღოს, გადაგიხუროს და გადაგტეხავთ და დედებს მოგიხნავთ ყველას. აქ ვინმეს პირადად ვინმეს მიმართ შეურაცხყოფა დაინახე? მე ჩემი პოზიცია ისევ იგივე რჩება. იგივეს რასაც ვამბობდი, მსგავსად არის მანდაც რომ თუ ვინმე ჩემ ხარეს, ჩემი ოჯახის ხარეს, ხო, რამეს გააკეთებს, მე პოზიციაზე ვარ, რავი ხა. ეს არის აბსურდი და სისულელე რომ ვინმე შეურაცხყოფად მიიღოს. ავტორო ამბობს, ქალი ესე, კაცი ესე. რას ნიშნავს ქალი ესე, კაცი ესე? ჩვენს ქვეყანაში არის გენდერული თანასწორობა. ყველა შეგვიძლია ერთი და იგივე დონეზე ვისაუბროთ და გავარჩიოთ. პატრიკი რა შუაშია? რა კავშირია პატრიკთან ამას ვერ ვხვდები. ვიძახი რომ ესე და ესე მოვექცევი იმ ადამიანებს, რომლებიც მეც ესე და ესე მომექცევიან. მორჩა. სასმე ეუნება ხალხს უმტკიცებს რომ მე დედა შევაგინე. ანუ კი არ უმტკიცებს უბრალოდ ანუ ატყუებს რომ ავთანდილმა დედა შეაგინა. აი მაგას გიხსნი უყურე. მაგის მე კიდე ხა ამასთან შვიდად როგორ ვიყო? ხო, რატო აი ხარ უყურე. შენ ხო იცი რა გაკეთებია მაშინ. ხო, აღარაფერს კიდე პროსტა ნუ გადმომიდგება და რაღაც იმას ნუ გააძრობს, რა თორე ხო არ უცემ ხმას. აი მაგრად კიდია. იურიდიულად არ ვისთვის არაფერი არ შეგიგინებია. რა იურიდიულად? ანუ შენ მასე ვლაპარაკობ. მე არ დამიკრო, მაგრამ მაყურებელი რო უყურებს. მაყურებელი შენ მომისმინე ერთი წამი როიალ მომისმინე. ხო, არ მეთანხმები. ქართული ხო კარგად გესმის. არ მეთანხმები, რომ მაყურებელი რო ამ ვიდეოს ნახავს, სხვა რაღაცას იფიქრეს? მესმის. თუნდაც ავტანტილი რატო არის გაღიზიანებული და რა თქმა უნდა მესმის პატრიქს რა წინს და მაყურებელიც ყველაფერს ხედავს კარგად ახლა. მე ვერ გადავწყვეტ ვინ არის სწორი, ვინ არის არასწორი, მაგისთვის გყავს ჟური. რაზე უნდა გაურჩიო ახლა ადამიანს საქმე ვერ ხვდები, ანუ
ვერ ხვდები. მაშინ ვაფშე გაჩუმდი და ნუ იძახი რომ ვინმე დედა შეგაგინდას, მაგრამ რატო იძახი ეგეთ ხომ მოვჩით, ხომ თქვი რომ დაიშალე. ძალიან დამყარდა. ვიხ მას არ გცემდი, გამოხვედი და კიდე დღეს კიდე წეღან როგორც ამბობდი რომ რატო არ გამოვდი, შეიცი რატო არ გამოვდი ვერ და რატო არ გაჩვენებ ვიდეოში, იმიტომ რომ აი ტვინს მიბურღავს შენი ლაპარაკი. გაჩერდი რა ეს რაღაც როგორც მე ისე ყველას. ჩემი აზრით გინა კაცურში და გინა ქალურში რაც გასარკვევია და დასამთავრებელია და წერტილის დასასმელია იქ უნდა მორჩეს და დაისვას. მენა გულიდან ამოღებული და ენიდან მოხსნილი სიტყვებია ბრატ. გენაცვალე. სვიატო ბაზარია ჩემი აზრით. გული გამსკა. მოგესალმები. როგორ ახალ? მოკლედ როგორც იქნა გამოჯამრთელია დაგებრონდი. მადლობა მეც ამ მომენტში. აი გიორგის რო არ ავიწყებება და ჩვენ რო დაგვადნოს. როგორც იცით, დრო ძალიან სწრაფად გადის და დღეს მოვიდა ჩელენჯის დღე. ეს ის ჩელენჯია, რომელში გამარჯვებულს მოიპოვებს დამატებით მოწონებას ან არ მოწონებას ხმის მიცემის ცერემონიალისთვის, ასე რომ რა კარგი ამბავია. ძალიან უნდა მოინდომოთ, რადგანაც უკვე ცოტანი დარჩით და რაც უფრო ცოტანი ვართ, უფრო საინტერესოა. უფრო მეტად დაგჭირდებათ. პრიზის მნიშვნელოვანია და გამოწვევებიც იზრდება მოგეხსენებათ და ნუ ამ ჩელენჯს ჭირდება ხარტი, აზროვნება, ენერგია, ჯანი და მოკლედ მეგონი მზად ვართ. პრიზის მნიშვნელოვანია და შესაბამისად გამოწვევებიც რთულდება. თქვენ გელოდებათ თამაში, რომელსაც ჭირდება ხარტი, აზროვნება, მოხერხებულობა, მოქნილობა და სისწრაფე. კონკრეტულად რა დავალება ამას ცოტა ხანში გაიგებთ, ახლა კი მოემზადეთ, რადგანაც ჩვენ მივდივართ ლისის ტბის საცოც კედელზე. იმედია ჩვენც ვიცოცებთ. პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენად მზად ხართ ამ გამოწვევისთვის და გიორგი შენ უნდა გკითხო. ხელი რო გაწუხებს? იცი რა, გააჩნია თუ ნახე რომ ჩემთვის შეუძლებელი იქნება, გავეშვები, იმიტომ რომ ჩემი ერთი ლაიქით ყველაფერს ძალიან კარგად ხვდეთ ამ თამაშში. არ არის საჭირო დამატებითი ლაიქი და დისლაიკი. და ავთო შენც რაღაც პატარა ტრავმა გაქვს. ნიკაპი არ შეგიშლის ხელს. კარგი ბატონო, რა თქმა უნდა, ეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტეთ რამდენად შეძლებთ. კარგი, მე მგონი ყველანი მზად ვართ. Let's go! დავედი. ახლა ყველა სპორტულ ჩაცმულად მივდივართ გლდეზე ასასვლელად, იმისთვის რომ გავიგოთ ვის ექნება ლაიკი ან დისლაიკი დასახელების დღეს. აბა თქვით სწრაფად, გლდიდან გლდეზე გადავხდი. გამოგივა? დავიდა! მაინც თქო უნდა მე ავალ. მაგრამ ნუ ისე უყურეთ რომ ვიტომ გაინტერესებთ ახლა სხვების ასლიც. ხო ხტებით ზრდილობის პონჩი. უფრო დაძაბულობა არის აქ ვიდრე აი ჩანს რომ ეს ახალი თამაშია, იმიტომ რომ ახლა ჩემი დისლაიკი შეიძლება ბევრი რაღაც გადაწყვიტოს ხვალ. მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც დღეს მოიგებს ამ ჩელენჯს, როგორც წინა სხვა ჩელენჯებს. და ერთი შეხედვით შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ეს ჩელენჯი, ანუ რაღაც თამაში არის, მაგრამ ეს ჩელენჯი ბევრად მეც ნიშნავს, იმიტომ რომ ამ ხმამ შეიძლება, რომელსაც ვიღებთ ამ ჩელენჯის, იღებს ამ ჩელენჯის გამარჯვებული, შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერ დროს ან გადარჩენა ვიღაცის. ან პირიქით ვიღაცის გაწირვა და დაყენება აუთსაიდერებში. ანი კბილებით უნდა ახვიდე, კბილებით უნდა მოიგო. ალბათ ფიქრობთ რომ პატრისია ჩუმათარიო და ეხლა გაჩვენებთ ვინ არის ნამდვილი გამარჯვებული. რაზეც კედელია. ასილამაზე ყოფილა. გონი აქეთ მხედარ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს ჩვენი მასპინძელი არის საქართველოს ეროვნული მეკლდეურობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი გიორგი ჩირაძე. გამარჯობა. და თქვენ უნდა აგვიხსნათ ჩვენ თამაშის წესები, იმიტომ რომ საკმაოდ რთული წესები გვაქვს. პირველ რიგში ჩავატარებთ კვალიფიკაციას. კვალიფიკაცია შედგება ორი ეტაპისგან, A და B ბილიკზე ვირბენთ. ამ შემთხვევაში წითელი და შავი ბილიკია და გაქვთ მხოლოდ თითო-თითო ცდა. თუ false start გააკეთებთ ან მოწყდებით,
წაგებად გეთვლება. კვალიფიკაციის შედეგად გადადის 4 საუკეთესო დრო ნახევარფინალში და ნახევარფინალის შემდეგ გამოუვლენ საუკეთესო 1 დროს. ანი ადის აბილიქზე და პატრიკი ადის ბებილიქზე. ბილებით უნდა ახვიდო, დაჭამო ეს კედელი. რაც არ უნდა მოხდეს, ეს ყველაფერი მხოლოდ თამაშია. ყველა მეგობრულია. რა თქმა უნდა, არავის არის შინია გაცილის. Like, dislike, ეს უბრალოდ. არ დაიჯერო. ეს არის გამწარებული ომი მონაწილეებს შორის. აქ მიდის სისხლის ღვრა. უნდა გავიმარჯო. სახეებს მოგაჭამთ. ესეთი შეძახილები ისმოდა მონაწილეებისგან. რა მოხდა? ამას მალე ნახავ. ვინ გაიმარჯვებს ჩელენჯში, რომელიც არაფრით კარგი, მო ერთნაირ. შენდენი წელი არის? უჩქარო, დონე მოწყო. წინ! მოდი. წინ ჩამოგდო. ავთო არის პირველი მონაწილე, შემდეგ ხდება მეოთხე რანგის მონაწილე, რომელიც არის ანა. და ფინალის დრო, ფინალში ერთმანეთს ხვდებიან ავთანდილი და როიალი. ჩემი როი, ესე მეგობრებო გამოვიდეთ ბავშვი. ის ფქერი და ნახეთ, როგორი სამაყუა. მაგრამ მაინც ეს უნდა რომელ კამერაში ეს ხელი, ესე საუცხოოდ აღსანიშნავია. როგორც ხედავთ, ამ შეჯიბრებაში გაიმარჯვა როიალმა და რაც მადლობა. ხმა, რომელიც ლაიკი იქნება თუ დისლაიკი, ამას გავიგებ. რას ფიქრობ, რომელი იქნება, ლაიკი თუ დისლაიკი? არა, მე მგონია რომ ისეთი კვირა გვალდება რომ დიზლაიკი იქნება. რატომ მგონია რომ მომიცეს გადაწყვეტილების მიღება? ნუ ნახოთ. ვეცდები რომ კარგად მივიღო გადაწყვეტილება. Thank you. მადლობა ყველას. მადლობა. აუ რა მაგარი თამაში იყო რა. აიანა და როგორ გამომაზე ერთი დისლაიკი რა. კაი რა გიორგი რა. აიანა ხო დამშვიდი შედი. მოდი ჩემო პატარა შემომახტე მიდი. ჰოპა! სამო ჩემო პატარა. ყველაზე მხიარული სასტავი. და ლიზი! შედით ეხლა. მოვედით კარში. მოვედით. We're back. მოკეთ ვიყავით გარეთ, გავერთეთ. მქონდა საინტერესო ჩელენჯი. ჩვენ რო ვაკეთებთ ყველაზე მაგარ ფართის საქართველოში. აი მაგ ფართის დეტალები უნდა განვიხილოთ. მოკლედ დეკორაციებზე არის სალომე. ბარი ეს არის ქეთი, კი და ხო ქეთი და როიალი. ფურშეტი ეს არის პატრისია. გეგმავთ ფართის, უკვე შევარჩიეთ თემატიკა, ვინ სად იქნება რა დეპარტამენტში და ასე შემდეგ. თემა არის ზაფხული, dress code იქნება თეთრი, smart casual. გვაქვს რამდენიმე დეპარტამენტი. როიალ შეგებარება ბარი, ბატონო გიორგი, შეგერგოთ პირველ რიგში და თქვენ გებარებათ აი ყველა მონაწილეს რო გამოკითხოთ სტუმრები, მათი ინტერესები გაითვალისწინოთ და ისე დამოშიარდეთ. მაგრამ საბოლოო ჯამში მე გადავწყვეტ face control-ს, რომელიც სტუმარი მოწვეული გაიბის და არა. ქეთი გვეყოლება ბარში როიალთან ერთად, იმიტომ რომ ისიც ბარმენი იყო წარსულში. ავთო იქნება face control-ზე, მოკლედ რომ ვიღაცა არ შემოიპაროთ. ყველაზე ბევრი საქმე ევალებათ ამ ქალბატონებს. ბუშტები, ბარი, განათებები, ყველანაირი დეკორაცია, სახლის გარე და ასე შემდეგ. ამიტომ მზად ხართ ქალებო? აბა,
აი ესეთი მოტივირებული ხალხი ყავს Prime House-ში, რომ ფართი ძალიან გვენატრება სავარაუდოდ. მე მაინც პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ეს იქნება ყველაზე გუნდური ღონისძიება, რომელშიც ყველა Prime House-ელი მიიღებს მონაწილეობას. ანუ ეს იქნება ფართი, რომელიც ხალხს, სტუმრებსაც და ვინც არ უნდა ნახოს, ყველას შეუცვლის ჩვენზე წარმოდგენას, იმ წარმოდგენას რაღაც ცუდით უქონათ, ყველაფერს დავავიწყებთ. აუცილებლად გვიყურეთ ძალიან მალე ლიზასთან მიწება, იმიტომ რომ ლიზა პირადი ცხოვრების დეტალები ამოტივტირდება Prime House-ში. ეგ ყველაზე ბევრი საქმე გაქვს თქვენ სამს. ვაფშე ყველაზე ბევრი საქმე გაქვს. ძირითადი თემა უნდა იყოს ეზოში, ეზოს დამხმარე უნდა იყოს ის თემა და სამზარეულო უნდა იყოს ყველაფრის სამზადის სისტემა რა. ანუ სამზარეულოს ვაფშე ხო გადის თემა. აქ სამზარეულოში შეუშვა? მოდი ხეთი დადაკი სამზარეულოში გინდა თქვა შესვლა მე. ერთი წამი ქეთისე და იმ კამერას შეხედე, გადმოვეცი მესამე. თანახ מחარ? ამაზეა დარეკილი, თქვენს დარეკილია, მოგზავნე. თქვი შენ, დაიცა, შენ ის არ ხარ ბარის. ვერ თქვი აქამდე, კაცო, მოდი. მზად ხარ? მზად ვარ, რა თქმა უნდა მზად. ეს არის ღამის Prime House-ი და მორიგი სტუმარი არის ლიზი. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა. შენ ყავს მშობლები და უმცროსი და? უფროსი. კი. რა როლი ითამაშა ამ ოჯახმა აქ რო ხარ შენ ახლა? ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე მეტად რაშიც გამიმართლა ცხოვრებაში, ეს არის ოჯახი და ოჯახის წევრები. ყავს უფროსი და, რომელიც არის ჩემი soulmate-ი, აი მართლა. ანუ საუკეთესო მეგობარი. საუკეთესო მეგობარია მართლა და აი რა როლი ითამაშეს იმაზე, რომ შენ ახლა Prime House-ის მონაწილე. სანამ Prime House-ში მოვიდოდი, მქონდა ძალიან დეპრესიული პერიოდი ჩემ ცხოვრებაში პირველად. იქიდან გამომდინარე, დავუკარგე ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი. ეს არის ოჯახის წევრი გამზრდელი ბებია იყო და აი როგორც დედასთან ისე ახლოს ვიყავი ბებიასთანაც და ისე მიყვარდა და გავარ ზოგადად ბებიას ყველაზე მეტად მე ესე ვთქვი. როცა ეს დეპრესია მქონდა, ესე ვთქვათ, დაემთხვა ჩემი დაბადების დღეც და მე და ჩემი და ვიყავით სამოგზაუროდ წასული მარტო და იქ დამიკავშირდნენ Prime House-იდან, რომ აი დამტკიცებული ვარ შოუში. როცა ჩამოვედი, არ მქონდა საერთოდ გადაწყვეტილება მიღებული, მოვდიოდი თუ არა აქ. მაგრამ აი ოჯახთან დავჯექი. საერთოდ სხვა რეაქციას ველოდი, როცა ვეუბნებოდი, რომ აი თუ მირჩევთ, რომ აი ამ რეალიტიში წავიდე. მე ველოდი იმას, რომ მეტყოდნენ, არა. პირიქით მითხრეს, რომ აი ეს შენი განვითარების პირველი საფეხურია და აი მიდი და აი თავიდანვე ესე ძალიან სუპორტერად დამიდგნენ. ესე იგი ძალიან ბევრი საუბარი მიდის შენ პირად ცხოვრებაზე. ხო. არ ვამბობთ, არ ვამბობთ რა, შენ არ ამბობ სახელს, შენი შეყო არც გვარს არ ამბობ, არც არაფერს. არა, ასაკითი ერთადერთი, არის 26. თუ 25? 25. ესეთი ამბავია გავრცელებული. მე არ ვიცი ხა ეს ამბავი მართალია თუ არა, მაგრამ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი განიწერება, რომ შენი შეყვარებული არის ძალიან დიდარი. ძალიან შეძლებული ახალგაზრდა. რამდენად არის ეს რეალურად? და აჭარელია. არა თბილისელი. შეხედე ახლა პირველ რიგში მინდა ავხსნა, რატო არ ვამბობ შეყვარებულის ვინაობას. იმიტომ რომ აი ისეთი ურთიერთობა გვაქვს მე და აი ამ კონკრეტულ პიროვნებას, რომ აი არ გვაქვს ახლო ურთიერთობა. აი უფრო crush-ს უწოდებ და თვითონაც უფრო crush-ს აი სიმპათია გვაქვს, მაგრამ აი ესე რომ შეყვარებულსაც ვერ ვუწოდებ. და აი ნამდვილად ესეთი შეძლებულია? შეძლებული შეუძლებელი, ეხლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. არა, საზოგადოება წერს და საზოგადოებას აინტერესებს. ეს ხო არ არის სახელი. არის თუ არა შენი შეყვარებული შეძლებული? თუ ამდენი რაღაცა გამოიკვლიეს, მაგაზეც ექნება პასუხი. შენთვის? ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. კარგი, რატო გინდა რომ გახდე იურისტი? მიზანი რა არის? აი ერთ ისტორიას მოვყვები და აი ამ დღიდან, სადღაც მე-5 კლასი, მივდივარ სკოლაში. დავინახე, რომ კაცი ცემდა ქალს გამეტებით. ეს იყო ჩემთვის იმხელა შოკი, იმიტომ რომ მე ოჯახში ესეთ ანუ ხმისაწევაც კი არ გამიგია და ეს რო დავინახე, აი საშინელება. რაღაცა მოხდა ჩემს ტვინში რაღაცა მოხდა და ეგრევე დავურეკე პოლიციას, გამოვიძახე პოლიცია, მოვიყვანე და ნუ ისე მოხდა ყველაფერი როგორც მინდოდა. ჩვენ ვიხსენებთ ახლა მარტივად ერთ კონფლიქტს, რომელიც რამოდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. შენ და ავთო.
როცა მე პროექტის გარეთ მაქვს რაღაცა ჩემი ბარიერები ადამიანთან დაწესებული და დისტანცია, მინდა რომ პროექტშიც ეს დისტანცია ქონდეს ყველას. მე ესე ახლოს არ უშვებ ადამიანებს, რომ რაღაცაზე კონკრეტულზე გამეხუმრონ და ასე შემდეგ. მოდი შევთანხმდეთ, ეს არის კონფლიქტი. გაბუტულები არ უყოფილვართ, უბრალოდ ამ ადამიანმა მიხვდა, რომ ჩემთან უნდა დაიცვას რაღაც კონკრეტული დისტანცია. იყო თუ არა თქვენ შორის კონფლიქტი? კონფლიქტი იყო. პატარა ბავშვური, იმიტომ რომ მე და ავთო ვართ ყველაზე პატარები ამ პროექტში და ამიტომ მგონია რომ ეს კონფლიქტი მოგვიდეს. მაგაშიც მეგონი დამეთანხმება ბევრი. ვინ არის შენი აზრით ყველაზე ძლიერი გოგო მოთამაშე? მე. თამამი პასუხია. და რატომ? ფიქრობ რომ ყველაზე გაწონასწორებული მე ვარ. და შენი წყობიდან გამოვყვანა ვერ მოხერხდება აქ? არა. გამორიცხული. ვეღარ ყოველ შემთხვევაში. ვეღარ? რატო იყო ადამიანი ვისაც შეეძლო? არა, წყობიდან არასდროს არ გამოსულა რა ამ პროექტში მე პირადად. კაი, მამაკაცებში ვინ არის ძლიერი მოთამაშე? დავალაგებ ყველაზე ძლიერი და სუსტამი. ოკეი. იმედი არ ეწყინებათ ხალხს. პირველი მინდა დავასახე რომ აუცილებლად როიალი, იმიტომ რომ აი ძალიან მარტივად ისხლიტავს კონფლიქტებს და კონფლიქტურ სიტუაციებს. მეორე ადგილზე დავაყენებ შენ და პატრიკს თანაბრად. იმიტომ რომ პატრიკმაც ბევრი მოითმინა და შენც ამ ბოლო პერიოდში შენი აზრით ვინც მოითმეს ის მოიგებს არის პროექტი? არა, მე ვამბობ ყველაზე ძლიერი, ყველაზე სუსტი. შენ თუ დამის უკითხვა ყველაზე ძლიერი ვინ არის? ძლიერი ის არის, ვისაც ემოციების კონტროლი შეუძლია და თამაში შეუძლია. ქალი მოიგებს თუ კაცი? ფიქრობ რომ ქალი. და რატომ? ქალები უფრო ძლიერები ვართ ვიდრე მამაკაცები ემოციურ დონეზე. და შესაძლებელი ის ქალი შენ იყო? რა თქმა უნდა შესაძლებელია. შენი აზრით 4 ფინალისტი. მე? რა თქმა უნდა. ამბიცია ულევი. ესე მგონია რომ შენ აუცილებლად იქნები ფინალში, შენი გულშემატკივრებიდან გამომდინარე. და რატომღაც მგონია პატრიკი და როიალი. კარგი, ლიზი, ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მე ვთქვი რომ საინტერესო იყო შენი გაცნობა საზოგადოებისთვის. წარმატებებს გისურვებ. ძალიან. ეს იყო ღამის Prime House-ი. და კოცნა როდის უნდა იყოს პირველი კოცნა? ეგ ჩვენ ვიცით. თუ ფინალში გავალთ ორივე ერთად, მაშინ ჩვენ ვაკოცებთ ერთმანეთს. მე არ ამგონი ახლა საზოგადოება ამდენი ხანი დაგელოდოთ რა. აი, ხა ჩემ პუჩებს არ შეადაროს ვაფშე არავინ აი აქ ყოფნები. ჩემი ესეთი რბილი და ფაფუკი არის. შენ გექნება რბილი და პარისა ბავშვური, იმიტომ რომ ბევრი არ გიზასავია ჯერ შენ ცხოვრებაში. აი აქ და შემოადე. აი ეგრე. აი ეგრე. ჩავე ხარ. ტელეფონები. ნანანანე. მე დამიწერა სახე შეგეტანო. ხო, აი. არ იცოდით? ამაზე ვარ ხო? ლამაზი გოგონა ხარ. მას შემდეგ რაც ჩემმა გულშემატკივრებმა გაიგეს რომ გიორგი მასახელებს აუთსაიდერად, მომდის ძალიან ბევრი სამოტივაციო მესიჯი. სალომე ძალიან ლამაზი და კარგი გოგო ხარ. კარგი იუმორის გრძნობით, უამრავი მიღწევით და უნარებით. აი ესეთ სამოტივაციო მესიჯებს მიგზავნიან ჩემი გოგონები Instagram-ზე. ფიქრობ, რომ აი ეს ივრცე და ეს ადამიანები რო არ ყავდეს, ალბათ ცოტა დიდი ხნის წინ ჩავიქნევდი რაღაცებზე ხელს, მაგრამ ეს კიდე ლაივში ხარ შენ? უბრაზდები. მეშინი ამის მდგომარეობა დამძიმდა უკვე ხალხო. შემი ხო იმინა სხვა მიმართულებით წავედი. ძალიან დამძიმდი შენ. ხვალ არის დასახელების დღე, სახლში სიტუაცია მგონი არის დაძაბული. ვითომ მონაწილეები არ იმშნევენ ამას. გადაწყვეტილი გაქვთ ვისასახელებთ ხვალ? მაინც იმთევა. კაი რა ვისა? არა? მე ხა დაგცემ, მე ხს მოიგონებ ქალო. დედას გეფცებით მოგონდეს. რაც ბიერი ქალია. მე ბოლო წამს ვწყვიტავ ხოლმე ყოველთვის. მე მინდა რომ ამ შემთხვევაში როგორც წინაზე დავასახელე ადამიანით ჩემთვის მიუღებელი, ასე რომ ვთქვათ, ახლაც მინდა რომ მსგავსი კუთხით წავიდე. კეთო შენ? ბამიწეთ.
ხე თუ არ გიგონო სულ ფორმაში გეძახი, ანუ მოფერებით ფორმაში ვეძახი ჩემ მეგობრებს. წინასწარ არ ვიტყვი, მაგრამ რა თქმა უნდა გადაწყვეტილი მაქვს ვის მივცემ ჩემს წარმოწონებას. ფიქრობ რომ ამ დასახელებაზე არავინ არ დამასახელებს, არც ქეთი, რადგან ეს ხმა სალომეს ძალიან სჭირდება. პატრიკ შენ? მისი მის დასახელება. ეხლა ნუ იგონებ ეხლა. მართლა არც გექნება გადაწყვეტილი. ვინც წინაზე დავასახენ? ხვალ დისლაიქს დამიწერს და შეიძლება რომ აუთსაიდერებში დამაყენოს პატრიკი, იმიტომ რომ პატრიკი მარტო დისლაიქის დაწერით არა, პატრიკი ყველა ხერხით ცდილობს რომ ამ შოუდან როგორმე მომიშოროს. ლიზა შენ როგორ გაქვს? მეორე დისლაიქი ერთი გადაწყვეტილი. გადაწყვეტილი მაქვს ყველაფერი. ორივე გადაწყვეტილი და? კი. ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე, ლაიქი და დისლაიქი, მაგრამ ამ თემაზე არავინ არ ლაპარაკობს. ანი შენ? კი, კაცო. ლაიქი არ ვიცი ვის დავუწერო, მაგრამ დისლაიქი გადაწყვეტილი მაქვს. ვეცდები რომ ყველას შევაგრძნობინო ის, რაც მე შევიგრძენი შაბათს. როიალ შენ გადაწყვეტილი გაქვს ვის უწერ ლაიქს და დისლაიქს? მაგრამ დაახლოებით ჩემი თავი მახსენდება რომ ვეკითხებოდი არაო და მე რო დამიწერა. ვეკითხები რომ დისლაიქს ვის უწერ და შენ არ გიწერო. არა, ეგ. და დურთა დისლაიქი. ანუ საბოლოო ჯამშიც იგი ყველაფერი გადაწყვეტილია. მე დისლაიქს ხვალ მივცემ ადამიანს, რომელიც არის უსამართლო ჩემს მიმართ. ყუილი ბრალდებებით ცდილობს, რომ ხალხსაც და მონაწილეებსაც ჩემზე შეუსწვალოს წარმოდგენა. ავთო შენ გადაწყვეტილი გაქვს ვის სასახელება? არა. კი. ლაიქ დისლაიქი ორივე? ლაიქი არა. დისლაიქი. არ მომიფიქრებია ჯერ ლაიქი ვის დაუწერო. ყავს რამდენიმე კანდიდატი. ქეთი ლაპარაკობს, რომ შენ მე დისლაიქი რატო დამიწერე? მართლა? დედას გებიცები და მეთქი, ანუ მე მეუბნები მეთქი და ახლა არ გამცა რა და მეთქი ძინავს მეჭა. და სანამ დამეძნებოდა, ანუ მაშინაც წამობოდა და მივხვდი რომ მაგარი ღრმაძილში იყო, ძალიან ღრმაძილში. ვერ ახართ ხო ის არ უბოდა უღამე. ორბანაკად არის სახლი გაყოფილი და ამ ორბანაკ შორის მე ვარ შუაში, ანუ ჩვენი სახლიდან რო იქნება უფრო მეტად აუთსაიდერები, ეგ იასნია. ამ კვირაში თუ სამივე იმედია ჩვენი სახლიდან არ იქნება. ამ კვირაში თუ ვაფშე? სამივე? აუ შემეშვით. არა, სამივე არ გვინდა. არ გვაწყობს არაფერში სამივე ჩვენი სახლიდან. ჩვენს იმას ვიცავთ, რა ქვია იმას, ვერ ვიმახსოვს. ფლიგელს. მეორე ფლიგელს ვიცავთ. ვაა, ცოტა კი ნერვიულობ, მაგრამ როგორ ნერვიულობა, იცი, ანუ ზოგადი ნერვიულობა. დღეს თითქოს დაძაბულობა ქონდა ავთოს და იმედი მაქვს რომ მხოლოდ ამ დაძაბულობის ნიადაგზე არ გადაწყდება მისი აუთსაიდერობა. აი რა შენც კიდე ხა უნდა გამოვცადოთ ის აუთსაიდერის გამოც. თქვენს გარდა ой, თქვენ და თეო და თეოც არ მჯდარა, ლიზაც არ მჯდარა. როიალიც არ მჯდარა. არა ყორო. არა ბიჭო. მე შენ და თეო არ მჯდარა ვართ? ხო, მე შენ და თეო და ლიზა. გონია რატომღაც რომ ავთო დასახელდება, სალომე დასახელდება, მე ვასახელებ სალომეს, არ ვიცი, მესამე გონია ან როიალი იქნება, ან ლიზი. შეიძლება ჩვენზე გადანაწილდეს ხოლმე მესამე ვაფშე. არა. გიორგის რო ერთი ექნება, ერთიც რო ექნება, გიორგი დაბრუნდება. მომივიდა ესეთი იდეა, რომ გავაკეთო გადაცემასავით, სადაც მოვიწევ მონაწილეებს და ანუ რამდენიმე წუთის განმავლობაში იქნებიან ჩემი რუმეითები და ვისაუბრებთ ჩვენთვის, ჩემთვისაც და ჩემი სტუმრისასაც საინტერესო თემებზე. დროა დაუძახოთ ჩვენს პირველ სტუმარს, მოვიწვიოთ ჩვენს ოთახში. ჩვენი სტუმარი ცოტა ნერვიულობს ეთყობა. ჩემი სტუმარი კი არა, მეც ნერვიულობ. პირველი სტუმარი ყავს თეო, რა თქმა უნდა. ჩემი თეონა! თეონა მოვიდა ყვავილებით. ავთომ დამპატიჟა თავისთან ინტერვიუზე. ოთახში. რომანტიკა გვინდა და რომანტიკა ვერ იქნება ასე ჩუქში. არა უშოს. წითელი განათება მაინც თავისას იზრავს. აი, გადავედი. მე იდეაში ველოდები ავთო როდის მეტყვის რომ გადავიდე მასთან ოთახში, თორემ მე არ მეტყვი. მაგას. თეო და ავთო არიან შესული ოთახში. აქვთ გადაცემა და დასწრება არ შეიძლებაო და ჩვენ მაინც დასწრება არ შეიძლება კი არა, ყველაფერიც მესმის.
და ყველაფერიც შეიძლება. რატო არ გინდა რომ აი უცებ ეს ერთი ფურცელი რომელსაც გვანახებ გახადო 10 და 50 ფურცელი გახადო. და ჩემი გეგმაც არის ერთ-ერთი რომ აქ პირველი სტუმარი შენ იმიტომ ხარ რომ აი ეს დაგვანახო რა რას ფიქრობ შინაგან და მინდა რომ გახსნილი იყო ბოლომდე სამი მთავარი მიზეზი მითხარი რატომაც დღეს შენ ხარ პრაიმ ჰაუსში. პირველი არის რომ მინდოდა ხალხს უბრალოდ დავინახე მე ისეთი როგორიც ვარ და პროფესიის მიხედვით დავინახე რომ ვარ ძლიერი. მეორე არის ის რომ ჩემი თავი მაინტერესებდა აქ როგორი ვიქნებოდი რეალურად. ჩემი თავი მაინტერესებდა აქ როგორი ვიქნებოდი. მე შემიძლია ვიყო შენთვის მესამე მიზეზი, რომელიც პირველი მიზეზი გახდება, მე არ ჯერ შეიძლება მეორე გახდეს და მე პირველი და ნახოთ, ჯერ ნახოთ. მე და შენ უფრო უხდებით ერთმანეთს თუ შენ დაისვარდები? ჰა? ცარი კითხვა დაუსვა. მე მგონი მე და შენ. შენ მინდა მეთქი, მე მგონის გარეშე მჭირდება მე ყველაფერი პასუხები. მე და შენ. ვერ გიღებთ ეხლა და რა გინდათ? ანუ კურიერია მოსული. მე დავთო საუბრობთ და ამ დროს მორიგი საჩუქარი შემოგვთ ჩემთან. კურიერი. მადლობა. ხო, შოკოლადები შევუკვეცეთ და მოგვიტანეს. ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მე და თეონამ ერთად უთხოვეთ, რომ ყვავილები არ გვჭირდება არაფერში ამ პროექტში და ტკბილეული უფრო გვესიამოვნებოდა და შემოვიდა ტკბილეული. რა არის? სავარაუდოდ ისა ბევრი რაღაცეები რო არის შიგნით. გაგვილამაზებს იმას. იმედია ეს საჩუქარი უფრო მეტად სასიამოვნო იქნება თეონას გიორგისგან. ვისგანო? ავთანდილისგან ახსენე. ავთანდილისგან? იასანა გეგმიდოდა მეც. იმედია ეს საჩუქარი უფრო მეტად სასიამოვნო იქნება თეონას გიორგისგან. მადლობა გიორგი, ძალიან გამიხარდა ეს საჩუქარი. აუ, კაი. ჩვენ შეგვიძლია ტკბილად ეს ჩავიდგათ შუაში. ჩვენც დაგვიტოვე რა. ცოტა სიასთან დაგიტოვებ. დაგიტოვებდი. უკვე ძალიან მაინტერესებს ვინ არის უცნობით თაყვანისმცემელი, მაგრამ უკვე ფაქტია რომ გემოვნება კარგი აქვს. ყვავილებზე მეტად ეს გამიხარდა. ხო, ვუთხარი, ეხა მივანიშნე ბიჭს, რომ მეთქი ტკბილეული გვინდა და ეხა ძლივს მოიტანა ტკბილეული. გიორგი, გამოჩნდი, ძალიან მაინტერესებს ვინ ხარ. მე შენ სატკივას ავთო ვინერვიულებდი. ხო, ხისთავიანობაში რას გულისხმობდი, ეგ მინდა რომ მითხრა. გუშინ რომ მე და შენ ვლაპარაკობდით, იქამდე არ გაჩერდი, სანამ მე შენ აზრამდე არ გადმომიყვანე. ანუ არ დაგნებდი ამ შემთხვევაში. თეონა ავთოს ნებდება? უკვე დანებებაზეა საქმე. ხიარული ხარ? ადამიანის გვერდში დგომა იცი ძალიან კარგად. და თეონა როცა ჭამნოაპარაკობ. და კიდე საყვარელი ხარ? ჩემს რო გიждები მე გმომწონს. ჩემს ჭყუა რომ მიგდის ეგ მომწონს. რამდენი ურთიერთობა გქონია სერიოზული? სერიოზული? ერთი. არასერიოზული? ერთი. ანუ არასერიოზულში რას გულისხმობ? აი, ახლა გაცნობის სტადიაში ხარ და ასე. ანუ რო არ არის ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ. აი, დაახლოებით ესეთი ჩვენ როგორც გვაქვს. ხო, ანუ ჩვენ ჯერჯერობით არასერიოზული. როდის გინდა რომ ჩვენი ურთიერთობა სერიოზული იმაში ფაზაში გადავიდოს? ეს ვერ იტყვი, როდის გინდა. გაქვს სურვილი მაგის? შენ გაქვს მაგის სურვილი? მე რო შეგეკითხები პასუხს რომ გამცემ, მე შეგიძლია შენ მკითხო. რო არ მინდოდი საბად, ეხლა აქ არ ვიჯდებოდი ახლა. დასვარებია. იცოდი. ჩემ კოცნაზე გიფიქრია? არა. კითხავები. გიფიქრია ჩემ კოცნაზე? ამასობაში გვესმის კოცნაო და მე და ქეთის მოგვივიდა იდეა რომ დავნიშნავდეთ. და ქეთს ხარ ამ კვირაში აკოცები. არა. და ქეთს. ამ კვირაში. აკოცები. ნახონ თუ ისე აკოცეს რა ჩვენ ვერ გავაკეთე. რამ გამოიწვია ის რომ ჩემ კოცნაზე იფიქრე? ახლოს ვარ ალბათ მაგისგან. ანუ რო იფიქრე ესე გინდა კიდევაც. შეიძლება. ამ კვირაში თუ დაინახავთ რომ ავთომ და თეომ აკოცეს უნდა გითხრათ, იმიტომ რომ მე ვენიცლავები სალომეს რომ ამ კვირაში აკოცებენ. თუ ამ კვირის ბოლომდე თეო და ავთო ერთმანეთს აკოცებენ,
მაშინ მე მომიწევს ქეთის ჩავაბარო რაღაცა ნივთები და თუ არაკოცებენ შესაბამისად გამარჯვებული ვიქნები მე. ავთო ამ კვირაში შეიყვანე თეო ოთახში. გთხოვ. დამანახე შენ თავი ისეთი როგორც არ გინახებია ჯერ ჩემთვის აბა. ეხლა? ხო. ეხლა შემიძლია ყოყაზე გაყოცო. ლოყა. ყელში. სად გიცა? მერე დანარჩენი მერე. მოდი. შემოგვიე. სად ზიანე. ყველაფერი გაიგო, ყველაფერი მოიხსნა. დავიძლავდით მე და ქეთი. რაზე? აგორაში თუ აკოცებთ? ვაი მე მიგას სიკვდილებ ერთ კვირაში რო არაკოცო. ორ მაინტერესებს. ესე შეკვეთით ვერ არა. ზუსტად როკი. ახლა შუა ფარძე ნუ მომიდობ. კი. სალომე, შენ რა ვერ გავიგე. მე არ მინდა ის. ნუ დავაძალებთ, თვითონ გადაწყვეტ. მე სამინე და დანიზლავდით დედას გაფცებ. ჩვენ რაღაცა ისინი გვაქვს. სეკრეტები. რაზე? აუ მითხარი. აკოცე და გაიგებ. აკოცე და უფრო მაგრს გაიგებ. აქ ხარ შენ და აქ ვარ მე ხო არ გეუნები არაფერს. აი აქ ხარ შენ და აქ ვარ მე, მაგრამ მე გეუნები რას გითხარი, აღარ გავიმეორებ და ვაფშე ეს თემა მურჩეთ. პროსტა მენდე. თუ გინდა მენდე, თუ გინდა არ მენდო. შანსი არ არის. ხატა. ანუ დაწეკი, შვიდად დაწეკი, ხაპუს ჩაიხუტე. აღარ განიხილო თემა. მანახე ეგ წერილი. ის მეორეც ანახე. მეორედან დაიწყე. შანსი არ არის. ნუ ღარ ეტყვი მაგას, ვაფშე აღარ გამახვილო მოდი მაგაზე ყოლად. არა ხო კაცო მე ხო რაბეს არ გეუბნები. ძალიან გემრიელი იყო და ვარდებით სალამაზე იყო. ბიჭო კი არ ვიდა რომ რაღაც სტარგზაზე დაგაყენო რა. კაი არ ნუ არ ესე ნუ რა ვაფშე დაიკიდე. ეს რა საჭირო არის? აი ვაფშე რა შუაში არის. ეს ხო ისედაც ესე იქნებოდა. ანუ ამის აღნიშნვა რა შუაშია. სალო შოკში არის. მაგრამ ხო ამბობ საიდუმლოთი რაც იწყება ჯობია საიდუმლოდ დარჩეს. იმასე უფრო ჭკვიანი ვარ ვიდრე თქვენ გონიათ. ჯერ კიდევ ვერ მეხწი რომ უნდა მენდო და დამიჯერო რაღაცებში. მინა არ გინდა. დღეს ვიღაცებს იმედგაცრუებული დაეძინებათ. თუ არ ძინავთ უკვე გონია რომ ფიტნეს პოი გულმოდგენი უნდა დავტოვოთ. აი რო ცდებოდე მე მას. რო ცდებოდე? ნუ მეჭერი თავი. თუ ვიძინოთ. არ დავნებდები. არას დროს და არაფრის დიდებით. ეს ხო ზღაპარი არის თუ რაღაცა ეგეთი რა ბრაიმ ჰაუს და ზღაპარში ყოველთვის იკეთე იმარჯვებს.